დავიწყო? მიესალმა. გამარჯობა. გამარჯობათ. დღეს ვილაპარაკოთ შეხო წასული ვიყავი, მეც წასული ვიყავი თბილისიდან და რა ვნახეთ ამ პერიოდის განმავლობაში. მე მაქვს რაღაცები გასაზიარებელი და დარწმუნებული რომ შენც გექნება შენი გამოცდილებით. სიამოვნებით მოგისმენთ და მეც გაგიზიარებ. დღეს დილიდან დავიწყოთ, მოდი ესე მივყვეთ. ეს ყვავილები ხატია შემოხვდა გზაში მივინარშვილი და მან მაჩუქა და მინდოდა აღმენიშნა რომ ხატია გვინდა რომ ერთ-ერთ სტუმრად მოვიწვიოთ აუცილებლად, იმიტომ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იმათ შორის, ვინც ცდილობს რომ სკოლებს ირგვლივ გადადგილება გახდეს უსაფრთხო, არა მარტო სკოლებთან, მაგრამ ზოგადად ბავშვებისთვის. კი, ნამდვილად ხატია, არის მაგალითი თუ როგორ შეიძლება მოქალაქე მიაქტიუროს და ამ აქტიურობის შედეგად შეცვალოს გარემო თავის უბანში, თავის სკოლასთან და ეს არის ზუსტად ის, რაც მნიშვნელოვანია, როცა საუბარია უსაფრთხოებაზე, ბავშვების უსაფრთხოებაზე, სკოლის მიმდებარედ უსაფრთხოებაზე, ზოგადად შენც ირგვლივ რაღაც იქ სადაც ცხოვრობ გარემოს მოწესრიგებაზე, თითქოს ჩვენ მგონია ხშირად, რომ ვიღაცა მოვა და ჩვენ გავიკეთებს რაღაცა ველოდებით და ჩვენი აქტიურობა ყოველთვის ყველაზე მთავარია, იგივე მარტივი ის, რომ ჩვენს გარშემო რო გარემო იყოს უსაფრთხო და სუფთა, პირველ რიგში ჩვენზეა დამოკიდებული, ვინც იქ ცხოვრობს, მე ბუნებრივია იმას კომუნიკაცია უნდა კონდეს იქ აქტიურობრივ და თუ იქნება იმ წარმომადგენლებთან და ამ აქტიურობის შედეგად ბევრი რაღაცა იცვლება და ხატია ზუსტად ამის სამოქალაქო აქტივიზმის ერთ-ერთი კარგი მაგალითია. ხო, ზუსტად რომ თქვა რა შეცვალა, გარდა იმისა, რომ ბევრ სხვადასხვა აქტივობაში იღებდა მონაწილეობას და თვითონაც გეგმავდა, 31 სკოლასთან იყო გადასასვლელი, სადაც მანქანები ძალიან იშვიათად უთმობდნენ ხოლმე მოსწავლეებს, რომლებიც სკოლიდან გამოდიოდნენ და ისეთი სიჩქარით დადიოდნენ, რომ რამდენჯერმე იქ შენობასაც დაეჯახდნენ, ხან ბოდს ეჯახებოდნენ, ხან შენობას. და ხატია ითხოვდა, რომ მათ შუქნიშანი დაეყენებინათ და 4 წელი დაჭირდა ამ პროცესს, მაგრამ საბოლოოდ შედეგი მივიღეთ ის, რომ დააყენეს ის შუქნიშანი და ეხლა ბევრად უფრო მოწესრიგებულია იქ მოძრაობა და ქვეითსაც არ ეშინია რომ გადავიდეს, იმიტომ რომ ღილა გზა მიეჯერთით, აინდება მწვანე გადადიხარ, რაღაც ძალიან ისეთი მოსახერხებელი. დღეს ყვავილები გაჩუქა, არა? დღეს ტყეში დაკრეფილი ყვავილები მაჩუქა, ძალიან მომწონს. ძალიან კარგი სუნია და ყვავილებზე გამახსენდა ეხლა მომიწია იმ გასვლა ბალტიისპირეთის ქვეყნებში და ჰელსინკში ვიყავი და რა გამიგვირდა პარკში რო შედიხარ, ისეთი სუნია ყვავილების, რომ და კიდევ ისეთი ის იყო უცებ რაღაც პატარა შოკივით მეტროთი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი დავდიოდი ძირითადად და მოიქცა გამოვიდოდი მეტროდან ჩიტების ჭიკჭიკი შემომესმა და მე ვთქვი ალბათ ეს ხმა ჩაწერილი და სპეციალურად გავჩერდი და გაცვა იგა და ვკითხე და ეს ხმა საიდან მოდის მეთქი სადაა ჩაწერილი არა ჩაწერილი არა ნამდვილი ჭკუებია მართლა მეტროს რაღაც სახურავით და ნახე შენარჩუნებული ეს სიტუაცია და მე რაღაც ადგილებში რომ შევდიოდი ხო და მოახა ჰელსინკი ცნობილია რატომ მაინტერესებდა რომ 8 წელი ბოლო 8 წელია როგორც ბედნიერები ესე იგი happiest ბედნიერი ხალხის ყველაზე ბედნიერი ხალხი მსოფლიოში და მახლა მაინტერესებდა რატო არის ყველაზე ბედნიერი რა არის ის რაღაცები დავადგინე და თვითონ ადგილობრივებსაც ვკითხე და პირველ რიგში ის არის რომ აი ძალიან ისეთი ხალხია მშრომელი და ისეთი რომ ის რაც არის რეალობა კორუფცია ყველაზე დაბალ დონეზეა ალბათ მთელ მსოფლიოში რაც შეეხება ზოგადად ინფრასტრუქტურას ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამართული თვითონ ქალაქს აქვს ესეთი ლოგო ყველაზე ფუნქციური ქალაქი yani functional ანუ ესეთი ქალაქი სადაც რომელიც მართლა ფუნქციონირებს ყველა მიმართულებით და ყველაფერი
რაღაც აქ მოძრაობაშია, ყველას აქვს ხელმისაწვდომობა, ყველაზე მეტად გამიკვირდა ის, რომ ბევრ ქალაქში, მაგალითად თვითონ ევროპაში და ამერიკაშიც ხან შესული ადამიანები ძალიან ცოტა დადიან გარეთ. აქ პირიქით დადიოდნენ, იპრანჭებოდნენ, ველოსიპედით, ფეხით, კაფეებში. ისე აქტიურობდნენ, როგორც ახალგაზრდები. ანუ გარემოში ისეთი აქტიურმე, ესეთი ვისაც ცოტა ხანშია შესული ადამიანები, ესე აქტიური მე არსად არ მინახავს. ეხლა ჩვენთან იცით ეს პრობლემა რაღაც წლოვანების ხდება ადამიანები, განსაკუთრებით რეგიონებში ძალიან ცოტას დადიან. ხო, იმიტომ რომ ჯანმრთელობის მხრივაც პრობლემაა მკურნალობა ჩვენთან ნაკლებად აქვთ ეკონომიკური შესაძლებლობაც რომ თავისი უფლებების ცენტრო რაღაცებით მაგაში რაღაცნაირად ვერ დაგიტან რატომ ჯანმრთელობა ზუსტად იქიდან დგება თუ მეც იმოძრავე და მაშინ მე ნაკლებად ჭირდება ექიმი ეს ერთი და მე რაც ვნახე ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაფერი დადი უბრალოდ სოციალიზაციისთვის თვითონ გადიან აქტიურად გამიგე ქალაქში რა რომ რაც ხდება რაღაცეები და ამისთვის ბუნებრივია ის ინფრასტრუქტურას უწყობს ხელს ყველაზე როგორ თქვა მართლა მაგალითი იმიტომ არის რომ მეტროსადგური ხო არის მეტროსთან იყრის ყველაფერი რაღაც 1000-ობით კილომეტრი ველოსიპედზე გააკეთეს და ყველაზე მაგალითი როგორ ხდება მაგის რა ქვია პოპულარიზაცია მეტროში რომ შედიხარ ძალიან კარგი მეტრო აქვს და ყველა მეტროს ვაგონს ახატია ველოსიპედი. ხო, სადაც შეიძლება. და რო გამოდიხარ მეტროდან ველოსიპედის სადგურია ყველგან, რო გამოდიხარ მეტროდან ავტობუსის გაჩერებაა ყველგან, რო გამოდიხარ მეტროდან სკუტერები, რა ვიცი 15000-ზე მეტი სკუტერია. დიდი ნაწილი ქუჩები ჩვენსავით არის, ვიწრო ქუჩებიც არის, განიერიც არის, მაგრამ ტრამვაი რა თქმა უნდა ყველაფერს ფარავს და ეხა მე საწობი არ მინახია საწობი ფაქტურად არც მინახია და იმ თვალსაზრისით რომ სადაც მინდოდა წასვლა ყველგან მივედი თან ძალიან კარგად ინტეგრირებული აეროპორტშიც არ ჭირდება ტაქსი რა ეს რკინიგზის სადგურთან ცენტრალურთან ინტეგრირებულია იქვეა გადახვალ და ფასიც ველოსიპედის სხვათა შორის ეხა ფასები უფრო ძვირია ვიდრე ჩვენთან და სხვა რაღაცას რო შევადარეთ მაგალითად სეზონური ფასი სეზონის გაზიერებადი ველოსიპედის 30 евро იყო მთელი სეზონი შეგიძლია გამოიყენო და ატოვო ესეც უწყობს ხელს იმ აქვია რეიტინგში პირველი რო არიან იმიტომ რომ სამსახურში გინდა, სასწავლებლად გინდა, გასართობად გინდა თან ღამითაც მუშაობს ავტობუსები, რაღაც ისე ხშირად არა და არასკევი, შაბათი, კვირა, მეტრო 3 საათით უფრო გვიან რა ქვია ამთავრებს ამუშაოს. ანუ ისეთნაირად მოფიქრებული რომ და კიდევ რა ეხა ჰელსინკი ცნობილია იმითი რომ ზოგადად ფინეთი რომ კუნძულებია ხო მე ვფიქრობდი ეხლა ალბათ კუნძულებზე რომ წავხვიდე იქ რაღაც დამატებითი ფული არა იმ ქალაქის ბილეთში შედიოდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კუნძული ესე იგი ფაქტიურად იმ ბილეთს რო იღებდი შეგეძლო წასვლა მის რა ქვია გემზე ჩაჯდომა წასვლა მისვლა ჩამოსვლა უკან ანუ ინტეგრირებული არის ჩვენთან ზოგჯერ ხავსაუბრობ მარტო საზოგადოებრივი ტრანსპორტიო განვითარდესო არა მარტო საზოგადოებრივი კი არა ის ახალი რაცა ესენი თუ ერთად არ არის როგორც იქ არის და მე სურათებს გავაზიარებ პირდაპირ არის ესე ინტეგრირებული და ფაქტიურად ამას არის მორგებული ქალაქის განვითარება იქ სადაც ესეთი ცენტრებია სადაც მოლებია ყველგან არის ესეთი რაღაცა რომ ყველაფრით მიხვალ გინდა ამით მიხვალ გინდა იმით და ეს გადაჯდებთან ძალიან ბევრ ქალაქში მინახია ეხა ესეთი მაგრამ ძალიან მე ეხა ხო პირველად ვიყავი და მიგნება იყო უადვილესი ესეთ რაღაცნაირად ბევრ ქალაქში მაგალითად დიდ ქალაქებში ხო ხშირად გიჭირს რომ იქნება აქ ძალიან მარტივად ან მარცხნივ ან მარჯვნივ
პირდაპირ გადახვალ თან ხალხიც ისეთია, ძალიან გეხმარებიან. ერთადერთი პრობლემა რაც მაგათ აქვს ეს ამინდია. ხო, ცხრიად ცუდი ამინდი. ფინეთმა შეძლო პირველი არის სოფლიოში, რომელმაც შეძლო ნული საგზაო სიკვდილიანობა ჰქონდა ერთ წლის განმავლობაში მის დედაქალაქს. ანუ ეს არის ერთ-ერთი განსაკუთრებული, ასე მგონია, ანუ ეგ ქვეყანა იმით არის განსაკუთრებული, რომ საგზაო უსაფრთხოებას სრულიად სხვანაირად უყურებენ. აქვთ ეს მიდგომა Zero Vision და ანუ ერთადერთია ფაქტობრივად ჰელსინკი, რომელსაც ნული სიკვდილი ჰქონდა ერთი წლის პერიოდი ჰქონდა. ხო, ერთი წლის განმავლობაში. და მგონია, რომ ძალიან დიდი მიღწევა იქ და აღსანიშნია ნამდვილად. და იმასაც მინდოდა დაუბრუნებოდი შე რო თქვი ასაკოვნების მდგომარეობაზე. ესე მგონია, რომ ჩვენთან იმდენად სხვა პრობლემები აქვთ ამ ადამიანებს. არა მარტო ანუ იმოძრავი და ჯანმრთელი იქნები, ერთი ის არის, მაგრამ შეიძლება მაინც რაღაც დაგემართოს, ხო? და იქ სახელმწიფო შენ მთელი ცხოვრება რო გადასახადები თუ ხდი, მე სახელმწიფო იმდენ პენსიას გიხდის, რომ არ გიწევს, ან დანაზოგი გაქვს, რომ არ გიწევს რაღაც განსაკუთრებული წვალება იმაზე, რომ ვთქვათ, რავი, კაფეში გახვიდე ან რაღაც კაფეს რატომ ამბობ, არ ვიცი, კაფეში გახვიდე. და მგონია, რომ ეგ ზოგადად მოწესრიგებული ქვეყნის ინდიკატორია, როცა ხედავ, რომ ასაკოვანი ადამიანი სრულფასოვნად თავისუფლად ცხოვრობს და არ არის ისე როგორც ჩვენთან, რომ რაღაცნაირად ფიქრობენ, რომ აი უკვე მათი დრო არ არის, ანუ ძალიან უწევს ეგ მითქმა. ჩვენთან რეგიონებში კვლევა იყო 2-3 წლის წინ ჩატარდა ომბუდსმენის შეკვეთით მობილობაზე ზოგადად ქალები, ზოგადად რეგიონებში და აი ძალიან ცოტას გადაადგილდებიან ჩვენში 60 წლის ზემოთ ადამიანები და ეს არის ერთ-ერთი წინაპირობა სამწუხაროდ დაავადების, იმიტომ რომ და მე ვფიქრობ, ზოგჯერ ხო ვსაუბრობთ ხა სად ამსტერდამის, სად ფინეთის, სად საქართველოს სხვა დონე არის. იქაც არ არის მარტივი ცხოვრება, იქაც ძალიან მაღალი გადასახადებია, მაგრამ თვითონ გარემოა ისეთი შექმნილი, რომ ადვილად ხდება, ადვილად ის პარკი, აი მაგალითად პარკები ისეთნაირადაა მოწყობილი, ხო? რომ ძალიან სასიამოვნოა, ჩამოჯდომა, აი ყველა პარკში მაგალითად ისეთი სკულპტურა იყო, რომელიც მუზეუმებში დგას. მართლა ეგრეა, აი დაჯდები და სიამოვნებას მართლა აი ესეთი აი ხელოვნების ნიმუში, რასაც ქვია, გარეთ რო გამოიტანო და რო დადგა და ეხლა რო ზიხარ ხელოვნების რომის რო აქ პარკამდე უსაფრთხოდ თუ მიაღწია, კიდე მადლობელი ხარ, რომ უსაფრთხოდ მიაღწია. ხო, ნუ და აი რა შეეხება სიჩქარეს, ნიშნებს, აი გარკვევითაა სიტყვაზე, აქ არის ველოსგზა და ქვეითის ესე ნიშნები და ეხლა ხო ძალიან ცნობილი ხიდი გაიხსნა, ეხლა გამახსენდა ჰელსინკში, სამწუხაროდ ის ვერ ვნახე, რომელიც არის საველოსიპედე, საფეხმავლო და ავტობუსის, აი დიდი ხიდი გაიხსნა, ჩვენთან აი მანქანებისთვის რო იხსნება მარტო, მთელი მსოფლიო გაოცებულია ეს რატო გააკეთეს და ამით დააკავშირეთ, რა ვიცი, უზარმაზარი ეს ხიდი აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ, ეს არის შედევრი, რაღაც დაახარჯეს და რატო გააკეთეთ ეს და ხალხმა გვინდა რომ უფრო აქტიურად იაროსო, უფრო აქტიურად გაიცნო ჩვენი ისო რა ქვია კონძულებიო და მე მანქანითო არა, მანქანა რასაჭირო არის, რომ პირდაპირ ჩქარა, სწრაფად მიყვალო ამინდის ხელს გიწყობო, იმასაც კი შვებიანო ეს ამინდი. ხო და თან იქ ეხა ის იყო რომ განსაკუთრებული ის აქვს ყურადღება აი ხო სხვადასხვა შესაძლებლობის ადამიანია ყველაფერში ყველანაირად ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი რა რაღაც ღონისძიება რო იმართება პირველი პრიორიტეტი მათი ნიჭება და ანუ რაღაც სხვანაირად უდგებიან დაგეგმარებას ქალაქის ცხოვრება ნუ სისუფთავეზე ეხლა სეპარაციაზე და იმაზე საუბარიც არა და ნუ რა თქმა უნდა მე ხუმრობდი მე კიდევ ვიქროთ საუბრობდი ადგილობრივებს ალბათ კარგად ცხოვრებაც ვერ იხილს მეთქი ხო ვერიც უნდა გიდეს მეთქი მაგრამ რაღაცნაირად იმდენი ეროვნების არ ადამიანი ვნახე ფინელების გარდა
რო უყურებდი, რო რაღაც ბედნიერაზნობდნენ თავს და უსაფრთხოდ, ეხლა წარმოიდგინეთ, ეხლა თბილი ქვეყნებიდან იქ რო ჩახვალ საცხოვრებლად, ხო? ანუ რაღაცის გამო ჩადიხარ, ხო? ხო და ეს რაღაცნაირად ეს ტრადიციებით შენარჩუნებული აქვს კიდევ რაც განსაკუთრებით ისა აღსანიშნავი ბალტიისპირეთის ქვეყნებში და აი ფინეთში, რომ აი მე-13, მე-12, მე-14 საუკუნის ძეგლები არის შენახული, აი არ ვიცი როგორ ხდება ჩვენთან ხო ჩვენ ხო უდიდესი რაღაცები შეგვიქმნია, მაგრამ სამწუხაროდ გვიჭირს შენახვა ან რაღაცის გამო ან მე ვინც მოდის იმას არ მოწონს წინ არ აკეთე აი იქ მე-13, მე-12, მე-14 მედივალ აი შუა საუკუნეები აი შუა საუკუნეებში აღმოჩნდები მაგალითად ტალინში ხო ასაკზე მიდოდა გამიგრძელებინა ჩვენთან ბრევეთში მონაწილეობენ 50 წელს გადაცილებული ადამიანები რომლებიც არიან მშვენიერ ფიზიკურ ფორმაში 300 კილომეტრს დადიან იმის თქმა მინდა რომ ეს ველოსიპედისტები აზრებენ სხვა ბევრ ადამიანს მაგალითს რომ არაფერს არ წარმოადგენს ვთქვათ თუ რაღაც ახალგაზრდა დარითვლები რაღაც ევროკავშირის სტანდარტიდან რომელიღაცა სხვა სტანდარტით და აგრძელებენ ჩვეულებრივ ფიზიკურად კარგ ფორმაში ყოფნას, დადიან ბრევეტებზე, დადიან ველოტურებში, რაც შეიძლება აქტიურად არიან და მგონია რომ იქ ხალხი ბევრმა უნდა გაიცნოს და ნამდვილად და იმიტომ რომ ზუსტად იქიდან იწყება რასაც ქვია ემპათია საზოგადოებაში ერთმანეთის გაგება თუ აი სხვადასხვა ასაკის ადამიანებს ერთმანეთთან სხვადასხვა თაობების ხო ჯენზი მილენიალი ხო ერთმანეთთან აქვს კომუნიკაცია თუ ეს ხიდები ნაკლებად არის და არ არსებობს ესეთი კომუნიკაცია და სად უნდა იყოს ეს კომუნიკაცია ხა სახლში შიგნით და ინტერნეტში და ფეისბუქში რაც ხდება კი ვიცით და ადამიანის სოციალიზაციის პირობები გარეთაა და ეს სივრცეები ხო სივრცეები მაგალითად რატო ვამბობთ რომ ჭავჭავაძე კარგია რაც გაკეთდა ხო იმიტომ რომ აქ ნახავ როცა ადამიანები ბავშვი დიდი ყველა დადის ზიან საუბრობენ ხმაური ისე არაწუხებთ როგორი მაგალითად სხვა ქუჩებშია განიერ ქუჩებზე ხო რუსთაველს ხმაური არ გარეთთან ხო აი ხმაური უზარმაზარი სტრესია და რომელიც პირდაპირ იწვევს ბევრ რაღაცას და აი ზუსტად აქედან იწყება ეს საზოგადოების რასაც ქვია კეთილდღეობა და ქვია ერთმანეთთან უფრო კარგი ურთიერთობა, როცა ყველა ჩართული არის რაღაცნაირად და აქტიურად ცდილობს რაღაცა სარგებელიც მიიღოს თვითონაც თავისი გადა 50 წლის ზემოთ იწყება ცხოვრება. შენ ფინეთში იყავი და მე ქუთაისში ვიყავი სამი დღე და ჩემ დაგვირგვინებია რომ საქართველოს ჰელსინკია ქუთაისი? არა, საზღვარგარეთ. იქედა მქონდა ბრევეტი და დღითაც ჩავედი და მოკლედ სამი დღე მე მიყვარს იმერეთი და ეხა მე ძალიან მიყვარს სიყვარული ულამაზესი საერთოდ სხვა თემაა. მე უბრალოდ ჩვენი კუთხით გაგიზიარებ დაკვირვებას. ერთი ის რომ საფეხმავლოს სივრცეებსაც არის წესით საფეხმავლო რომ უნდა იყოს აი ქვაფენილი რომ არის და ტურისტები სადაც ეინობენ თეთრ ხიდის მიმდებარედ. ხო. მან საღამოობით ვაკვირდებოდი ხალხის ქცევას. მე ესე შეშლილი მივიდიოდი და იმის ნაცვლად რომ დამელია სხვებით და გაორთობილი ყავი ვაკვირდებოდი ხალხის ქცევას. და რას ვაკვირდებოდი? და რას ვაკვირდებოდი? იმ ადგილას სადაც ტურისტები სეირნობენ და ძალიან ბევრი ხალხი ირევა ადგილობრივი ახალგაზრდები დადიან მანქანებით ესეთ წვეებზე ჩამოწეული აქვთ ფანჯრები ერთ მანქანაში შეიძლება 10 ძიჯდეს ჩვეულებრივ მსუბუქ მანქანაში ესე ბევრი სხედან მუსიკა აქვთ ხმამაღლად ჩაწეული და ესე ხალხს აკვირდებიან აი ესე დადიან წვეებზე ანუ იქ ფეხითია რომ იმის ნაცვლად ესე მანქანით ხო და წრეებს ურტყავენ კი წრეებს ურტყავენ და ძალიან ისეთი რაღაცნაირი ქცევაა ხო ანუ ჩემთვის მაგალითად უცნაური მაგრამ იქ როგორც მე ველაპარაკი ადგილობრივებს ეს ესეთი ჩვეულებრივი ამბავია და ანუ და რაღაც შენს იხარ და ვიღაცა გაყვირდება ხო კი შენ ანუ შეიძლება არც მოგწონს ხო რაღაცა და ერთი პრობლემა ისაა რომ ძალიან ხმაურს იწვევს ანუ ეს ქვაფანელზე მანქანების დრიგინი თუ რაც ქვია მაგას თან ეს თავისი მუსიკები აქვს ჩართული ანუ ცუდად კი არ მინდა რომ გამიგონ ანუ ძალიან საყვარელი ხალხია
ვინც იმ მანქანებში იჯდა და ვინც გარეთ იყო ყველა, მაგრამ ზოგადად ეს რომ ჩვეულებრივ ამბად აღიქმება, რომ საფეხმავლო სივრცეები სადაც არის და წესით რომ იქ თავისუფლად უნდა გადაადგილდეს ქვეითი, განუწყვეტლივ ესე მანქანების ის არის. აი, არ ვიცი, ჩემთვის ეგ იყო, ჩემთვის ეგ არის ძალიან წარმოუდგენელი. თან ესეთ ხო იქაც ალსში ხო ესეთი ქუჩებია და იქ საერთოდ არ მინახავს ესეთი მანქანების რაოდენობა. ძალიან ისეთი თან ცენტრალურ უბანში ხო და ცენტრის ცენტრი. და ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდა და რაღაც ხელს მიქნებდნენ და რაღაცა, მაგრამ არ არის შეზღუდვა. სხვათა შორის სამწუხაროდ მცხეთის ტურისტული ის სადაც არის შესასვლელი ქვეითების ის რო იწყება მანდაც რატომაც პარკინგად გახდეს და ორივე მხარეს მანქანებია ახლა ჩამსკრებული და ქალაქის მთავარ მოედანზეც ქუთაისში აი ეს შუაში რომ ფონტანი დგას კოლხური ფონტანი რო ქვია თუ რაღაც შადრევანი უკაცრავად ფონტანს არ აუშვებს მოკლედ მანდ სადაც ის არის თეატრი და ასე შემდეგ მანდაც ძალიან დიდი მანქანების პარკინგია და რეალურად მოედნები, ეგეთი სივრცეები, სადაც ტურისტები მოდიან და ფოტოებს იღებენ. წარმოიდგინე, გინდა რომ ამ შადრევანს ფოტო გადაუყო და 50 მანქანა ჩანს იმ ფოტოში. ვინ და იმ შადრევანთან არის პარკინგი? შადრევანთან არის პარკინგი. ადგილობრივებისთვის ის ძალიან მოსახერხებელია, იმიტომ რომ იქ დააპარკინგებ მე ვთქვათ, მაკდონალდსში შეხვალად, ბანკში შეხვალად რაღაცა, მაგრამ რეალურად ხო გესმის, რომ ჩემი ხო გესმის ის თქვა, იმიტომ რომ ძალიან არა მიმზიდველსაც ხდის და არა მიმზიდველსაც ხდის. მან უნდა იყოს წესით სრულიად საფეხმავლო ეგ მე თუ მკითხავ და გარშემო ქუჩებზე გადაადგილდნენ მანქანებით, იმიტომ რომ ძალიან ცუდი ხო, ნუ ესეთი სივრცეები ყველგან აი ცენტრის ცენტრი ყველგან ჩაკეტილია მანქანებისთვის, ეს არის აქსიომა, იმიტომ რომ ეს არის ცენტრის ცენტრი. ქვაფენილიც ხო იმიტომ არის, რომ ქვაფენილიც იმიტომ არის, ხო? საფეხმავლო გადაადგილება წაახალისოს. კიდე ერთი რაღაც მინდოდა და მეთქვა, რაც მოხდა სადაც შენ წასული იყავ. 2024 წელს მიმართა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინდოდა შეხვედრა სხვადასხვა თემაზე, კონკრეტულად უფრო ველოსიპედს მიმართულებით, დიდ პროექტებს რომ აკეთებენ, მან რომ ველოსიპედი გაითვალისწინო. რადგან არ მიპასუხეს და მე კიდე ბევრჯერ შევეხმიანე, მითხრეს თავიდან დაწერე განცხადება და წელს მარტში დავწერე. და მე ისევ რომ არ შემეხმიანე, მივედი ბოლოს და მეთქი მიმიღეთ მეთქი, ანუ ვიღაცა შემოხვედრეთ, აი რამდენი ხანი ველოდოთ. და მიმიღო ერთმა თან ისეთმა სასიამოვნოდ მოსაუბრი ადამიანმა. და ეხლა გეტყვი რა მინდოდა მეთქვა იმისთვის და შენც გეტყვი და ჩვენც გუყურებს ისინიც გაიგებენ. როცა აკეთებენ დიდ საქალაქო შორისო პროექტებს, მაგალითად აი ავტობანი რომ კეთდება დასავლეთის მიმართულებით. ავტობანი უნდა იყოს ცალკე, ამაზე არც არის რამე საუბარი. იქ ჩქარა უნდა იმოდროს ავტომანქანამ და ასე შემდეგ სხვა მანქანებმა და მან არაფერს არ გულისხმობ, მაგრამ რჩება გზა, რომელიც ადრე იყო ავტობანი, ახლა არის მეხეულ-მოხეული ჩვეულებრივად მდინარის ხეობას რომ მიუყვება ეგეთი გზა, რომელიც თავისუფლად შეიძლება იყოს გამოყენებული ველო გადაადგილებისთვის. უბრალოდ იქ სოფლის მაცხოვრებელი, ანუ ადგილობრივ სოფლებში ვინ ცხოვრობენ და დასახლებებში, ისინი დადიან მანქანებით, მაგრამ ჩვენ მე მგონია ესე დიდი ნაკადი რადგან არ არის მანქანების და პლუს ველოსიპედები ხელს ერთმანეთს არ შეუშლიდით. რადგან მეორე ხარისხოვანი გზა გახდა იქ და ესეც შეთავაზება მქონდა რომ მან გააკეთონ ნიშნები რომ მაგალითად აი შორაპნამდე დარჩა ვთქვათ ველოსიპედით 27 კილომეტრი და ამდენი წუთი დაგჭირდება დაახლოებით ან ჩვეულებრივად როგორც არის სხვა ქვეყნებში ნიშნები რომ ველოსიპედსაც შეუძლია იაროს ძღოლისთვის იქნება ერთგვარი ინფორმაცია რომ იქ შეიძლება ველოსიპედი შეხვდეს და განსაკუთრებულად ფრთხილად იყოს მაგრამ მაგზეზე ისეც ძალიან ცოტა მანქანა დადეს და მეორე ის იქნება რომ ველოსიპედის პოპულარიზება ტურიზმის მხრივაც, ადგილობრივების მხრივაც. ერთი ეს საკითხი იყო. კი, საერთოდ მე გეთანხმები რაში, იცი რომ მთავარში რომ აი ჩვენთან ველოტურიზმი შეიძლება სერიოზულად განვითარდეს იმის გათვალისწინებით რომ ჩვენ ვართ მაინც პატარა ქვეყანა კომპაქტური და რა არის საქართველოს ხიბლი რომ ერთი რა ქვია რეგიონიდან მეორეში რო გადახვდა უკვე სხვა რაღაცა ხდება და ამას არ ჭირდება მაგალითად როგორც არის ქვეყნები აფრიკის ქვეყნებია თუ ან აზიის სადაც რავი ათასები უნდა გაიაროს სადღაც სხვა ახალ ადგილას რომ მოხდე და ეს ველოსიპედითაც და ეხა ევროკავშირს აქვს ძალიან საინტერესო პროექტი ეს ველო რა ქვია მაგისტრალის განვითარების ზუსტად ესეთ გზებზე და რატომაც არა ამ გზებზე ხო ფაქტიურად
ეს ტრანზიტი, ეს მოძრაობა, აქეთ პოზიტიური ეფექტი ისაა, რომ ის ადამიანებიც მიიღებენ სარგებელს, ვინც იქ ცხოვრობს. კი. ძალიან სწორად აღნიშნე. იმიტომ რომ ველოტურიზმი არის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ტურიზმი, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოთ. თან ელექტრო გინდა ყველანაირი. ველოსიპედი დადის უფრო ნელა, ვიდრე მანქანა. ბევრად უფრო მეტ ადგილას ჩერდება, ეკონომიკურ აქტივობას იწვევს, როგორც სასტუმროების, ასევე კაფეების და გზაში რაც შეხვდება ყველასი. ასევე გარემოს ეგარაბინძურებს, ხმაურს ეგარიწვევს და პლუს ის არის, რომ აი მანქანით შეიძლება ვთქვა ტურისტმა 3 დღე გაატაროს ხოლმე საქართველოში და რაღაც ესე უცებ გაიაროს, მაგრამ ველოტურისტი მინიმუმ 1 კვირა რჩება და რაღაცებს ესე ათვალიერებს და უფრო საბუზვლიანად ათვალიერებს, უფრო მეტ ფოტოს იღებს, უფრო მეტ ადგილობრივ რაღაც სერვისი იღებს, იმიტომ რომ ბუნებრივია და ეგრე ახლა მანქანით ჩქარა მოხვალ გაჩერდები, უძრავად ხარ იმ სასტუმროში, ამ ველოთი დადიხარ, გინდა. ქვეყანას ბევრად უფრო მეტ სარგებელს აძლევს ველოტურისტი, ვიდრე ჩვეულებრივი ისე ტურისტი. ჩვენ ხო ზოგადად საქართველოს ეკონომიკის ძალიან საინტერესო პროექტია ეს. ეს გზამთლიანად მიყვება ამას? არის რაღაც პრობლემები. ძირითადი პრობლემა რა? რამდენიმე. პირველ რიგში პრობლემა არის ის და ამაზე იმ ადამიანსაც ვესაუბრე, რომ თბილისიდან ვერ გადიხარ უსაფრთხოდ. ან თბილისიდან არსებობს ერთი გასასვლელი. მე კი ჩვენ ცხეთისკენ ვუხევ და მეორე ხარისხოვან გზაზე გადავდივართ, მაგრამ ცხეთიდან ისე გასვლა, რომ ეს ავტობანის რაღაც მონაკვეთი გაიარო, ვერ ახერხებ. აი ეს მონაკვეთი. თბილისიდან ვერ გადიხარ. და არის რამე ზრისა? ამისთვის ვესაუბრე, რა შეიძლება გაკეთდეს. ერთი ვარიანტი არის ის, რომ რაღაცა ცალკე ხიდი გაკეთდეს ან რაღაცა საფეხმავლო და ველოსიპედის, იმიტომ რომ ფეხითაც ვერ მოხვდები მცხეთაში. აი როგორც ჰელსინკში გააკეთეს. კი, და კიდევ ბევრ ქვეყანაში მარტო ჰელსინკში არის. არა, ესეთი ლამაზია, უნდა განახო ის ხიდი არის შთამბის და. მცხეთაში რომ მოხვდები. მცხეთიდან მიდიხარ ძეგვის გზაზე, ძეგვიდან მიდიხარ კავთისხევისკენ, მერე უკვე შესაძლებელია იმას ამბობ. მეორე ხარისხოვანი გზა არის სულ. და ანუ შესაძლებელია. ანუ შენ ამბობ, რომ ეს ნაწილი რომ მიებას კარგად, მერე უკვე გაგრძელებადია, იმიტომ რომ როცა ველოსიპედის პოპულარიზაციებს საუბრობ, თავარი რა არისო, ეს ინფრასტრუქტურა ისეთი უნდა იყოს მარტივი, უწყვეტი და ისეთი დაკავშირებული, რომ შენ არ უნდა გიწევდეს რაღაც წრეების შემოვლა და იქ რაღაც ფიქრი და გზების ძებნა და თუ ეს მონაკვეთი გაკეთდა, ანუ უფრო სწრაფად წავა. პრობლემა არის, რომ თბილისიდან ვერ გადიხარ უსაფრთხოდ მცხეთის და რუსთავის და კახეთის და მარნეულის მიმართულებითაც ყველა მხრივ ძალიან დატვირთულია. ესენ ანუ თბილისიდან გასვლა პრობლემა ველოსიპედით. კი. და ასევე ველაპარაკე იმ საკითხებზეც ბოლნისი მარნეულის გზაზე ძალიან ის რო არის ბევრი ავარია ხდება. აი ეს იდეა ძალიან კარგი რაღაცებზე გელაპარაკია და მე შედეგი რა არისო, რა გავაკეთებ, რა როგორი ის დარჩება ყოფილი. წერილი ჯერ არ მოუწერიათ, ანუ მე რო წერილი დავწერე, იმაზე პასუხი არ მომსვლია, უბრალოდ რომ მივედი და მეთქი ვინმე დამალაპარაკე თქვენ ეთყობა ეს ქალი მიხვდა რომ თავს არ დავანებებდი და შემახვედრეს ვიღაცას, მაგრამ ჯერ ოფიციალური წერილი მომივიდეს და ამის მიხედვით მოვიფიქრებ რა გავაკეთო. იმიტომ რომ მე და ჩემს მეგობრებს მართლა იმხელა გამოცდილება გვაქვს ველოტურიზმის ხრივაც და თქვენ ტურიზმის დეპარტამენტთან რატო არ მიხვედით? როგორ არ მივედით? პირველი მაგათ მივადექით რამდენიმე წლის წინ. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შევხვდით. ისე ტურიზმის ადმინისტრაციას აქვს ველოტურიზმის განვითარების გეგმა? და გითხრეს რომ ცალკე დეპარტამენტს ცალკე რაღაცა შექმნიან სამუშაო ჯგუფს, სადაც ჩვენ მოხალისეობრივად უნდა გვემუშავა და თანახმა ვიყავით ამაზე, მაგრამ არ შექმნეს არაფერი. მე პერიოდულად ვეხმიანებოდით, მაგრამ და მოკლედ ეს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მიმდინარეობს ჩემი ახალგაზრდული კომუნიკაცია. და პლუს მინდა ძალიან შევხვდე ეკონომიკის სამინისტროსაც, რომელსაც აქვს საგზო უსაფრთხოების რაღაც მიმართულებაზე მუშაობენ წესით. რაღაც მიმართულებაა საგზო უსაფრთხოების დეპარტამენტი არსებობს. ხო, მაგრამ აი ხო ნანახი გაქვს 2027 წლის ის რო შექმნეს დოკუმენტი სამუშაოის. აი იგი რა შეგიძლია თქვა? მადლობა, ვინც მოგვისმინეთ. ძალიან დავაფასებთ თუ დაგკომენტარებთ, რაზე გსურთ რომ ვისაუბროთ, ან ვინ გსურთ რომ სტუმრად მოვიწვიოთ. ჩვენ გვაქვს რაღაც გეგმა, მაგრამ ძალიან
მნიშვნელოვანია თქვენი აზრით და აუცილებლად გავითვალისწინებ. მადლობა რომ გვისმენთ, გვიყურებთ და ძალიან გვაინტერესებს თქვენი ფიდბეკი, აკაკიშანიძე როგორ იტყოდა? უკავშირი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია თქვენი აზრის გაგებაც, გვაინტერესებს აგრეთვე რა საკითხებზე გსურთ საუბარი და მოგწერეთ, შეგვეხმიანეთ და გამოგყევით. ხო, იმიტომ რომ მე პირველად ჩემ მაგალითზე ვიცი, რომ აქტიურობას მოუტანია შედეგი. ხატიას მაგალითზეც ვიცით, რომ მოუტანია შედეგი და თქვენ გარემოს უკეთესად შესაძლოა რაღაც უნდა გააკეთოთ, მინიმუმ კომენტარი დაგვიწეროთ. რისი მოგარება გსურთ. ასე რომ დროებით.